კანონი, რომელიც მოქალაქეებს ტროტუარზე პროტესტსაც უგრძელავს, ამოქმედებულია. ყაველაშვილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა. ცვლილებების საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა და მითითებულია, რომ კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის. Ცუდად ვარ ვერ ვლაპარაკობ, ჩემი დაპატიმრება გამოიწვევს ჯერ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებას და შემდეგ ციხეში ჩემს გარდაცვალებას. თქვა სასამართლო პროცესზე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ეივა შაშიაშვილმა. ის შიშიმუშვილის ერთადერთი მზრუნველია, 24 წლის გოგო ახლა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. თავად ეივა შაშიაშვილი კი ონკოპაციენტია და ადვოკატის თქმით მისი მდგომარეობა მძიმეა. დიდი ღომში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ქართლის ამბები წერს, რომ 29 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილიდან იყო. ის 3 დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და ახლობლები ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ბრძანებ გავაგრძელოთ საომარი მოქმედებები უკრაინაში, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს გეგმების შესაბამისად, თქვა პუტინმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით რუსეთის გენშტაბის უფროსმა გერასიმოვმა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს აცნობა, რომ რუსული ჯარების შეტევა ხარკოვისა და სუმის ოლქებში გაფართოვდება. რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და უკვე საფრთხის ქვეშ ვართ, ამბობს ნატოს გენერალური მდივანი. მარკ რუტემ მოკავშირეებს მოუწოდა გააძლიერონ თავდაცვითი ძალისხმევა, რათა თავიდან აიძულონ რუსეთის მიერ წარმოებული ომი.